სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან კონფიდენციალურმა წყარომ შაბათის ფორმულას სავარაუდო თაღლითური კოლ-ცენტრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, მათ შორის მისამართი და კონკრეტული პირების სახელები. რა დაწესებულებაა დიღომში ბიზნეს ცენტრის მესამე სართულზე ამ ფანჯრებს მიღმა, ამის გარკვევას და ინფორმაციის გადამოწმებას ადგილზე ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ვიწყებთ. ჩვენ ახლა მარშალ გელოვანის 13 ნომერში კიდევ ერთი სავარაუდო თაღლითური კოლ-ცენტრის ოფისთან ვიმყოფებით. საგამოძიებო ექსპერიმენტი 2 კვირის მანძილზე გრძელდებოდა. შაბათის ფორმულას კამერამ ადგილზე ნამდვილად დააფიქსირა წყაროს მიერ დასახელებული პირები. ჩვენ მათ ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ და მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე ფარავთ რეპორტაჟის მონაწილეების სახეებსაც. ამ ადგილას სავარაუდო თაღლითური კოლ-ცენტრის არსებობის შემჩნევა თითქმის შეუძლებელია. სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით აქ ვერ შენიშნავთ ჯგუფებად მოსიარულე ახალგაზრდებს. სათითაოდან წყვილებად გამოდიან ოფისის ვერანდაზეც. ეს შაბათის ფორმულას კამერამაც დააფიქსირა. ხანგრძლივი დაკვირვების შემდეგ ინფორმაციის გადამოწმება უშუალოდ მათთან, კონკრეტულად კი წყაროს მიერ დასახელებულ ერთ-ერთ პირთან ვცადეთ, რომელიც ჩვენს კამერას ოფისთან არაერთხელ ჰყავს დაფიქსირებული. ესეთი ინფორმაცია გვაქვს მოკლედ, რომ აქ არის თქვენს დაფიქსირებული ხართ იმ სართულზე კოლ-ცენტრი თაღლითური. არა არის კოლ-ცენტრი? რა ოფისია შეგიძლიათ გითხრათ? ბატონო, ლოჯისტიკის. სახელი შეგიძლიათ გითხრათ კომპანიის? მიხარით მაშინ. ჩვენი გადამღები ჯგუფის დანახვისთანავე ოფისის ფანჯრებს ყველა მხრიდან ხურავენ. თუ მანამდე აივანზე არაერთი მათგანი შეინიშნებოდა, მას შემდეგ რაც მარშალ გელოვანის 13 ნომერში ღიად გამოვჩნდით, ყველა ოფისში დაიმალა. ჩვენ მიერ ჩაწერილი ახალგაზრდა კაცი მასთან გასაუბრებიდან რამდენიმე წუთში უკან ბრუნდება. კითხვებს უსვამთ მის მიერ ნახსენებ კომპანიასა და მათზე ვისი ვინაობაც ჩვენთვის ცნობილია და კადრებში ერთად ჩანან. ბავშვობის მეგობრები ვართ, რომლებიც რავი. ბავშვობიდან მოვდივართ ერთად. არა, ეგ გასაგებია, თუმცა ბიზნეს პარტნიორები ხართ, თანამშრომლები. და ამ კომპანიაში ეს ლოჯისტიკური კომპანია, კი ბატონო. მუშაობთ გადაზიდვების განხილვას. კონფიდენციალური წყარო ამბობს, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში IT სპეციალისტად მუშაობდა. ამ ინფორმაციას პირადად მასთან ვამოწმებთ. თქვენ ოდესმე თუ გიმუშავიათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, თუ ყოფილხართ თანამშრომელი ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით. არასდროს არ მქონია მსგავსი გამოცდილება. ანუ რავი, მეცინება. წყაროს მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას ცილის მწამებლურს უწოდებს, რადგან მისი თქმით რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. კომპანიასთან დაკავშირებით მისი ნათქვამის გასამყარებლად ვთხოვთ ოფისი დაგვათვალიერებინოს კამერიდან უკამეროდ. შეგიძლიათ რომ გაჩვენოთ ეს ოფისი? რა გაჩვენოთ? ოფისი. აი რატო უნდა გაჩვენოთ შიდა სამზარეულო, რა ხდება, როგორ ხდება ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ შეგიძლიათ ოფიციალურად მოგწეროთ, ანუ არანაირი პრობლემა არ არის, გააშუქეთ თუ გნებავთ. მეინსტრიმი ქვია კომპანიას, შეგიძლიათ მოძებნოთ, შეფასება და მოგწეროთ. არის ლოჯისტიკური კომპანია, როგორც გითხარით და შესაბამისად მიდის მსგავსი განხილვით მუშაობა. ანუ ვერ გაჩვენებთ შიგნით რა ხდება. ან აი გარედან მაინც არ ვიცი. ანუ აი ნახეთ, არ შეიძლება ერთად იმისთვის რომ თქვენ მაყურებელი დარწმუნდეს, რომ თქვენ რასაც ამბობთ ეს არის რეალობა. მე როგორც და ნამდვილი. გასაგებია, მაგრამ არაფერში არ ჭირდება მაყურებლის დარწმუნება. შაბათის ფორმულას აქვს ინფორმაცია, რომ მარშალ გელოვანზე ეს ოფისი, რომელიც 500 კვადრატული მეტრია, სრულად არის აღჭურვილი იმ ტექნიკით, რაც თაღლითური კოლ-ცენტრის საქმიანობისთვის არის საჭირო. ეს ახალგაზრდა კაცი ოფისში შესვლაზე შესაძლოა, ამიტომაც გვეუბნება უარს, თუმცა ის სხვა მიზეზს ასახელებს. ღვინის ქვეყანა ვართ. ღვინოს რო ვაწარმოებთ და რაღაც ტექნოლოგია მქონდეს ჩემი ღვინის, ხო? და შიგნით რო შეგიყვანოთ. კითხვას გისვამ. რატო უნდა გაჩვენოთ ის ჩემი ტექნოლოგიები, რომელიც შეუძლია უბრალოდ სხვა კონკურენტმა აიღოს, გადაიღოს და მე ეცადოთ მსგავს ტექნოლოგიით, თუნდაც კონკურენციაში მაჯურდეს. კონკურენტების გეშინიათ ეხლა აქ რომ რამე იდეა მოპართ და მაგრამ იდეაზე არ არის საუბარი, შიდა სამზარეულო არის. იმიტომ გაჩვენოთ რომ რაღაცა მაყურებელს ეჭვები გავუფრო, პატივს ემ მაყურებელს, მე თვითონაც ვარ ხოლმე მაყურებელი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა არქევის შესაბამისად, ანუ მესმის, მაგრამ ნუ ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. კერძო ბიზნესია შესაბამისად. ეს რო იყოს საჯარო, კი ბატონო. თქვენ რას წარმოადგენთ ამ კომპანიაში, შეგიძლიათ გითხრათ? ანუ გლობელი ხართ, მეწილე ხართ, თუ უბრალოდ თანამშრომელი ხართ? ჩართული ვარ. თანამშრომელი საქმიანობაში.
ვცდილობთ შენობაში შიგნით შევიდეთ და ინფორმაცია გარე პერიმეტრზე არსებული დეტალებით მაინც მოვიპოვოთ. ბიზნეს ცენტრში შესვლისთანავე საინფორმაციო დაფაზე მხოლოდ მათი კომპანიის სახელია გამოტოვებული, თუმცა მესამე სართულზე კართან ნამდვილად არის აბრა იმ სახელით, რომელზეც ჩვენი რესპონდენტი მიგვითითებდა. ჩვენ ვცდილობთ მათთან დაკავშირებას, ვუკაკუნებთ და შიგნიდან მას შემდეგ აღარავინ გამოდის. სავარაუდოდ კამერებში ვიყურებენ და ეს არის მიზეზი. კითხეთ ამ ბიზნეს ცენტრის სხვა ოფისებში მომუშავე ადამიანებსაც, სმენიათ თუ არა ამ სავარაუდო კოლ-ცენტრის არსებობის შესახებ, ან ხომ არ შეუნიშნავთ რაიმე საეჭვო. რისი ოფისია თუ იცით? ქვედა სართული ესაა. აი ბანერი არის. არ წერია იქ. მხოლოდ მესამე სართულზე არ წერია რა არის. არა. და თუ გსმენიათ კოლ-ცენტრის შესახებ რაიმე რომ აქ არის. კომუნიკაციას ვცდილობთ წყაროს მიერ ჩვენთვის დასახელებულ იმ პირებთან, რომლებიც მისი თქმით დაკავშირებული არიან სავარაუდო თაღლითურ კოლ-ცენტრთან და ისინი ადგილზე ჩვენმა კამერამაც დააფიქსირა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი მათგანი დანამდვილებით იმყოფებოდა ადგილზე, არც ერთმა მათგანმა არ ისურვა კამერებთან საუბარი და არც სატელეფონო ინტერვიუ. ამიტომ კითხვები წერილობით მივწერეთ, თუმცა პასუხები მათგან კვლავ ვერ მივიღეთ. ჩვენ სხვა თანამშრომლებს ვერ შევხვდით, ოფისს რამდენიმე გასასვლელი აქვს. შესაბამისად, შესაძლოა ტერიტორია სხვა მხრიდან დატოვეს, ან ვიდრე ჩვენ იქ ვიმყოფებოდით, გარეთ არც გამოსულან. რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა მას შემდეგ არც აივანზე და არც მათ სართულზე აღარავინ გამოჩენილა. ტერიტორიას ვტოვებთ და შპს მეინსტრიმ ჯორჯიას სახელით არსებულ კომპანიასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებას საჯარო წყაროებიდან ვცდილობთ. ამ და მსგავსი სახელით რამდენიმე კომპანია იძებნება, თუმცა ამ ლოგოთი არც ერთი. არ აქვთ არც ვებგვერდი და არც სოციალური ქსელი. კონკრეტულად რომელი შპს ამ სახელის ქვეშ მათი საკუთრება უცნობია. ჩვენი რესპონდენტის დაპირებისამებრ ველოდით მისგან იმეილს ოფიციალური წერილის გასაგზავნად, რაზეც მოგვიანებით მან უარი გითხრა და მოგწერა. მიიწერეთ ყველა იმეილზე და რომლიდანაც დაგიბრუნდებათ პასუხი, ეგ მეილი არის ესე იგი ჩვენი. ცოტა მეტად მოინდომეთ რეპორტაჟის გაკეთება. მე ხომ არ გაგიმზადებთ იმას, რაც არ მithხოვია. დაკვეთით კომპანიის პიროვნების გაშავება. კარგად ნაცნობი და დიდი ხნის ტაქტიკა. დიახაც, რომ ცილის წამება არასაც თქვენ ინფორმაციას ეძახით. დანარჩენს რეპორტაჟის გასვლის შემდეგ ისაუბრებენ იურისტები სასამართლოში. მე არ მჭირდება დაცვა იმ პოზიციების, რომლებსაც თქვენ აჟღერებთ. აქ მთავარი კითხვაა, ხომ არ არის ეს ლოჯისტიკური კომპანიის საფარქვეშ არსებული სავარაუდო თაღლითური კოლ-ცენტრი. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მარშალ გელოვანის 13 ნომერში მდებარე ბიზნეს ცენტრის მესამე სართული 500 კვადრატული მეტრის საოფისე სივრცე შპს კუბიკონის საკუთრებაშია, ამიტომ ჩვენ მის მფლობელსაც დავუკავშირდით და ვკითხეთ, თუ რა ინფორმაციას ფლობს ამასთან დაკავშირებით. იჯარით გაქვთ გაცემული და თუ შეგიძლიათ გითხრათ რა კომპანიაა? კონფიდენციალური ინფორმაცია არ მაქვს, ნამდვილად მაქვს იჯარით გაცემული. თუ გაქვთ თქვენ ინფორმაცია, რა საქმიანობენ თქვენ მფლობელობაში არსებულ ფარდში? როგორც ვიცი, ეგ არის გადამზიდავი კომპანია, ლოჯისტიკითაა დაკავებულები. მეტი დეტალი არ ვიცი რა. რატომაც ისე კარგი გადამხდელები არიან და კომფორტულად გამშოვებიან. სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროს მიერ დადასტურებული ინფორმაცია, ადგილზე არსებული ვითარება და ჩვენი გამოჩენის შემდეგ გამოკვეთილი გარემოებები კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის ეჭვებს, რომ ამ ფანჯრებს მიღმა ბიზნესის სახელით თაღლითობა და ადამიანების ძარცვა მიმდინარეობს.